ახალი კვლევის მიხედვით ჰაერის დაბინძურება ალცჰაიმერთან შესაძლოა. იმაზე მეტად იყოს დაკავშირებული, ვიდრე აქამდე გვეგონავა ალცჰაიმერის ყავიდან დავიწყეთ და ეხლა უკვე ჰაერთან დაკავშირებითაც მინდა რომ მეტი დეტალი გითხრათ. ამერიკელი მეცნიერები ამას ეგრეთ წოდებულ PM2-ს ნაწილაკებს უკავშირებენ სპეციალისტებს მიაჩნიათ რომ დამაბინძურებელი ნაწილაკები ტვინის ქსოვილებს პირდაპირ აზიანებს, რაც საბოლოოდ ალცჰაიმერის გამომწვევი ხდება. ექსპერიმენტის ფარგლებში მათ 65 წელს გადაცილებული 28 მილიონი ხალხი 28 ადამიანი კი არა 28 მილიონი ადამიანის სამედიცინო მონაცემები გააანალიზეს. მეცნიერების თქმით დაკვირვებამ აჩვენა რომ ჰაერში PM2-ის ზემოქმედება ალცჰაიმერის დაავადების რისკებს საგრძნობლად ზრდიდა. ჩვენს მაყურებლებს კიდევ ერთხელ ვეტყვით რომ ალცჰაიმერი დაავადება რომელიც გავლენას ახდენს მეხსიერებაზე, აზროვნებასა და ქცევაზე, მისი სიმპტომები თანამედროვე სამწუხაროდ უარესდება. მსოფლიო მასშტაბით ალცჰაიმერის 55 მილიონი ადამიანი იტანჯება სწორედ აი ამ დაავადებით. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში სპეციალისტები ამ კუთხით არაერთი კვლევის ჩატარებას აპირებენ კიდევ, რომელსაც ჩვენ შევეხმიანებით აუცილებლად. ნახე თუ ეკოლოგიურად სუფთა გარემო არ გვექნება, გინდა სვიმერი ისყავა და გინდა ნუდარები და კი აქ იმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ყავს როგორ ვსვამთ. რა თქმა უნდა. როგორ საიდან მოდის და რამდენად მოკლედ რა. ნუ ერთი რაც ვიცი, ფეხით სიარული ძალიან შველის თან აქტიური ფეხით გადაადგილება ძალიან შველის ალცჰაიმერის პრევენციას. ამიტომ დავიცრათ ახლა ჩვენი სტუდიის სხვა მხარეს და ვისაუბროთ სიახლეებზე, უბრალოდ იმ ბრენდზე, რომელსაც წარმოგვიდგენს PSB. რუბრიკის სპონსორია PSB. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს ჭირდება. PSB. ჩემი ოჯახის აფთიაქი. დილა მშვიდობის. გამარჯობა, როგორ ხართ? მივესალმები ჩვენ სტუმარს სოფო რევიას, რომელიც არის ყოველთვის წარმოდგენი იმ პროდუქციის, რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ.